გამარჯობა ძვირფასელი მაყურებლებო, ეთერშია საქართველოს ფუტზალის ლიგის ტრადიციული მიმოხილვა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად მალხაზ გედევანიშვილი და ლუკა ხოჯავა ვიქნებით. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ტრადიციულად, რა თქმა უნდა, ფუტზალის ლიგაზე ვისაუბრებთ, უფრო კონკრეტულად კი მე-10 ტურის თამაშებს მიმოვიხილავთ, რომელიც საინტერესო გამოდგა ფრიად, გავიდა ბევრი გოლი, თუმცა უფრო მეტი დაძაბულობა და საინტერესო მომენტები იხილა გულშემატკივარმა და ამას უფრო დაწვრილებით სწორედ ჩვენ გადაცემაში შემოგთავაზებთ დღეს. მიუხედავად პირველ შეხვედრას ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც უნდა ვნახოთ. პირველ შეხვედრას ბევრი გოლი ეხება. მაშასე თელასი თბილისი არანაირი ინტრიგა არ იყო სამწუხაროდ. ნუ ხო, ინტრიგა უბრალოდ თამაშის დაწყებამდე, რომ შეძლებდა თუ არა აუთსაიდერი ლიდერის წინააღმდეგ გაბრძოლებას, მაგრამ 4 წუთში მოკვდა ეს ინტრიგა. 4 წუთში. კი ბატონო. დაიწყო. ფლობდა უპირატესობას თელას თავისთავად. გაგიკვირდებათ. ნუ, გუნდებს განსხვავებული мотиваცია აქვთ, ხო? თელასმა შოთა თოფურია, უბრალოდ ნიკოლოზ გუდუშაურის ავტოგოლი. თოფურიას დარტყმის მოყვა ეს ყველაფერი. ხო, არ გავიდოდა ეს გოლი, რომ არა ეს რიკოშეტი. ბატონო, ამიტომაც სწორედ ავტოგოლის სტატუსით უნდა მოვიხსენიოთ. ჯერ პასი ჩაიჭრა, შემდეგ ესე დასანანი. ხო, მეკარის ბრალი არ იყო არანაირად, ვერ მოახერხებდა. თელას სატურნირო ცხრილის ლიდერის სტატუსით ხვდებოდა ამ თამაშს. თბილისი აუთსაიდერის, ნუ თელას აღარ უნდა ალბათ და არც აპირებს ცხრილში პირველი ადგილის დათმობას და მით უმეტეს თბილისთან ამის გაკეთებას. ნამდვილად არ გეგმავდნენ ენერგეტიკოსები და მაისაია თოფურიას პასით. მესამე წუთზე უკვე 2-მდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა, აქ ბაკუსანიკიძე რაღაც სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა. გასული ბურთი წინვალიც რომ მოძრაობა ზურაბ ლუკავა ბრავო. 3-0. ცოტა ისეთი გამოდის სლენგი, მაგრამ იმას ქვია მოტეხა. ლუკავა ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კი ბატონო. თან ჯარიმებიც ბევრი არა უღია. ხო. ამ ხრივაც ეს იშვიათი გამონათება, როდესაც თელასის მეკარე ჯაბა ჯამბურია ერთვებოდა თამაში. ბურთი აქ ცდებოდა კიდევაც გონი. ხო, არ გადიოდა აშკარად. სტატისტიკაში ჩაეწერა. თუმცა ეს გოლი მინდა რომ გასულიყო. კი, ძალიან ლამაზი დაყვა და არანაკლებ კარგი თამაში უნდა აღნიშნოთ ბაკუსანიკიძის, ამერან ცხომარია ცდილობდა ეფექტური დარტყმით გოლის გატანას. ცხომარიას უკვე მივეჩვიეთ, რომ უგოლოდ არ დაუსრულებია ეს თამაში და ბომბარდირთა დავაში იგი ალბათ ჯერ ისევ ჩამორჩება თეორიულად. ზურაბ ლუკავა ბრავო. ულამაზესი დარტყმა. კი ბატონო, 4-0. აერიდან. კარგახანია ასათიანი არ გამოსულა ხო მაინდანზე. აქ დაიტვირთა ენერგეტიკოსების მწვრთნელი. ესეთი ლამაზი გოლიც მისი მონაწილეობით. აქ შეიძლებოდა ალბათ უკეთ თამაში, კარგი პასი, მაგრამ ბექამამა გულაშვილს არ იყო სათამაშო ოსტატობა, რომ უკეთ გარკვეულიყო სიტუაციაში. 4-0 ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი. სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. ან როგორ შეიცვლებოდა? სტატუს კო შენარჩუნებული იქნა პირველ და მეორე ტაიმებს შორის. 4 ბურთიანი უპირატესობით, ნუ აი ეს აქ მეკარის ბრალია. ბატონო, ნამდვილად. ნახეთ ჩვენ რამოდენიმე ბრწყინვალე თამაში სანიკიძის სამ შეხვედრაში, მაგრამ აქ ალბათ უკეთ მართებდა დედაქალაქელთა კაპიტანს. მართებდა კი არა, ვალდებული იყო, მოდი პირდაპირ თქვა, უნდა აეღო ეს დარტყმული. 5-0 ჯანო გიორგაიას დარტყმას მოხდა ეს ყველაფერი. ისე როგორც ეს უნდა აეღო. გიორგი ზუნტუროვი, თუ არ ვწდები, მისი სადებიუტო გოლია ფუტზალის ლიგაში, 19 წლამდე ნაკრების წევრი. ხშირად არ ეძლევა გასაგები მიზეზების გამო მას სათამაშო დრო, თუმცა აი შანსი გამოყენებულია. აქ არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ აი აქ ტყემალაძის პირველი მცდელობა აშა ცნობილაძემ შეძლო მოგერიება ამ ბურთის.
დაჯარიმდნენ გეგეშიძეზე თბილისის ფეხბურთელები. ყვითელი ბარათიც არის. ყვითელ ბარათს იღებს 29 წუთზე ეს ყველაფერი. ხანდა არ ყავს თბილისის ესეთი სუსტი შემადგენლობა, ხო? რომ გადახედო ახლა. მე მგონია რომ თბილისის თავარი პრობლემა მაინც ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ვერ ახერხებს გუნდი რიგ თამაშებში უბრალოდ საბრძოლო განწყობას და პირველი 2 გოლი და ასე არ უნდა ნადგურდებოდეს. ხო, ასე არ უნდა ნადგურდებოდეს. 6-0 არა და 7-0 ბექა ტყემალაძემ თბილისი ცდილობდა, უტევდა მეთქი ვერ ვიტყვი, ცდილობდა რომ შეეტია თელასისთვის 5 მოთამაშით, მაგრამ რა გამოვიდა აქედან ნახეთ. ჩემთვის ცოტა ამოუხსნელია და გაუგებარია, რატო მიმართავს თბილისი ასე ხშირად ამ ხერხს. ამჯობია არ წააგო 9-0, ჯობია. მით უმეტეს რომ მაინც არ გამოგდის. ხო, როცა ხედავ, ვერ ვიტყვით ახლა TMC-სთან თამაშზე, სადაც 2 გოლის გატანა შეძლეს თბილისელებმა, მაგრამ აქ ეს თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ გადარჩენილიყო. კიდევ ერთი ავტოგოლი დაემატა ეს მეორე ავტოგოლიც ლაშა ცნობილაძე და 9-0 და ერთ-ერთი რაც შეძლეს მაყეშვილის ფეხბურთელებმა ეს არის მატჩის მიწურულს 39 წუთზე გიგი მამალაძის გოლი. დამრგვალება უნდოდა თელას და ამიტომაც წავიდა დიდძალებით წინ, მაგრამ მე-1000 გატანა არ გამოვიდა. 9-1. ესე დასრულდა ეს შეხვედრა. შეგვიძლია უკვე მატჩის შეფასება მოვისმინოთ. ანგარიშის მიუხედავად საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. მეტოქი გუნდი კარგი გუნდია. ვცდილობთ რომ გამოსულიყავი და სამქულაზე გვეთამაშა. ჩვენთვის ახლა ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. რა ვფიქრობ რომ საკმაოდ სანახაობრივი და კარგი მატჩი გამოდგა. თბილისსაც წარმატებას ვუსურვებდა ყველა გუნდს ამ ჩემპიონატში. არ ვიცი ხა ეს რამდენად სწორია. ავტომატს არა. კოლეგიალური იყო ეს კომენტარი. დაძაბულობა იყო ამ შეხვედრაში. დაძაბულობაზე ხო ვერ დავეთანხმებით ვერანაირად. დაძაბულობა შემდეგ მატჩში. დაძაბულობა იყო მეორე დღეს 23 თებერვალს ქუთაისში ბესეუ მასპინძლობდა ივერია 2017-ს. შეხვედრას მნიშვნელობა სატურნირო თვალსაზრისით ჰქონდა ძალიან დიდი. ერთით და მეორე გუნდიც იბრძვის მეოთხე ადგილისთვის და ერთმანეთთან 6 ქულიანი თამაში იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ ესეთი დასანანი შესწვემა და გოჩა გაბუნიამ მეოთხე წუთზე მოახერხა თავისი გუნდის დაწინაურება. როგორ არ უნდა ითამაშო დაცვაში? კი ბატონო. არსად არ უნდა ითამაშო ასე. განსაკუთრებით როდესაც ბოლომწველი ხარ. გავიდა მეოთხე წუთზე, ხო ეს გოლი? მეოთხე წუთზე. და მალევე მე-1000-ზე გატანა. მალევე მე-1000-ზე ლაშან ამურაძემ მოახერხა გათანაბრება. იმავე მე-10 წუთზე უკვე შემდეგ შეტევაში ისევ გაბუნია, ისევ უხეში შეცდომა დაცვაში. ხოდა ახლა ასე ფონს ვერ გახვა. შემთხვევა, როდესაც საკუთარ თავს უფრო მეტ პრობლემას უქმნიან ივერიას ფეხბურთელები ვიდრე მეტოქე. 3-1 გიორგი მამულაძე. ვაკაც ვერ ვიტყვით რომ დაცვაში თამაში გავდა ეს ყველაფერი. არც ბესეუ გამოირჩევა დაცვაში კარგი თამაშით მიმდინარე სეზონში. ნამდვილად არ არის ეს სამ გუნდის ძლიერი მხარე. 4-1 ხდება ლაშან ამურაძის დარტყმის შემდეგ ანგარიში. სამით 2. 3-2 დიახ. იდეაში 3-2. კიდევ ერთი ბარათი. სწორედ გოლის ავტორმა, ბოლო გოლის ავტორმა მიიღო აქ ტაბლონი მოგატყუეთ. ეს კიდე ჰეტრიკი 4-2 გაბუნიასგან
როგორ ოდნავ დააკლდა მეკარე შეეძლო. ამაოდ ცდილობდა. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება დამახსოვრებული. მეექვსე ჯარიმა და ლევან ჩიხრაძე წინვალე დარტყმული 4-3 გახდა აქ ანგარიში. სუპერ ტაიმი გამოვიდა, ხო? ძალიან. შენ გავჩუმდეთ კომენტარს ისედაც აკეთებდნენ იქნებსე რომ. მეორე ტაიმის ფრაგმენტები. 4-3 ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ. ახლოს იყო ლევან ჩიხრაძე გოლის გატანასთან. მალხა შამილაძე რომელიც უდაოდ საუკეთესო იყო, ერთ-ერთი საუკეთესო თავისი გუნდის რიგებში. 5-3 ხდება აქ გიორგი აბუსელიძე. მოკლედ მომენტები და გოლები იყო. ხო, და ნუ დაძაბულობაც იყო შესაბამისად. აი ხა გასწორდა ტაბლო 5-3-ია, დიახ. ნიკი, სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი, როგორი ჩავარდნები აქვს არა დაცვაში. კი, ზოგადად ბესეუს თამაში, არ ვიცი, 5-3-ს იგებ, გუნდი მაინც ჩქარობს, გარბის შეტევაში, უჭირს ბურთის დაჭერა და შესაბამისად ამ ყველაფერს მოყვა ის რაც მოყვა. 5-4 ზურაბ ცერცვაძის გოლი. იძაბება, ვითარება აქ უნდა გასულიყო. ძალიან რეალური ეპიზოდი, თუმცა ნუ ვერ მოუხერხდა კარში დარტყმა, მაგრამ ნუ თამაშის მშვენება ულამაზესი გოლი. მალხა შამილაძე 6-4. უძლიერესი დარტყმა. კარგი რეიდი. მაგრამ ნუ ამან ივერია არ დააბნია. აქაც კვლავ მეექვსე ჯარიმა, კვლავ ლევან ჩიხრაძე 10 მეტრიანის ნიშნულთან, მაგრამ ნუ ამჯერად არ გამოუვიდა დარტყმა. მას სამაგეროთ ლაშან ამურაძე იყო ძალიან პროდუქტიული, 6-5 მინიმუმამდე შემცირდა აქ. და დრო იყო საკმაოდ 4 წუთი იყო მატჩის დასრულებამდე. აი აქაც პატარა რიკოშეტი. ქონდათ გოლის გატანის არაერთი მცდელობა. ევერიას ფეხბურთელებს, თუმცა საბოლოოდ 6-5 ბესეუმს სასიცოცხლოდ ნიშნავს. მოწინააღმდეგემ გაგვაუცა, ნამდვილად კარგი ფეხბურთი შემოგთავაზა, რამაც განაპირობა ის დატვირთული მატჩი, საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ, რითიც მოხარულები ვართ. გავაგრძელებთ მუშაობას შემდეგისთვის, რომ უფრო და უფრო კარგი შედეგები ვაჩვენოთ სამომავლოდ. ახალი გუნდი ვართ, ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და პირველი მიზეზი იყო არ გავიმართლა ძალიან. დაძაბული შეხვედრა იყო, მაგრამ მეტოქეს უფრო გავუმართლა ეგრეთ ჩვენ. შედარებით ჩვენზე მეც დარბოდნენ, ჩვენ ცოტანი ვიყავით, არ ვართ ბოლომდე შემდგარი გუნდი და ამიტომ ფიზიკურად გაძლეობაში მაჯობა ყველასე. ამაშიც არის გარკვეული ლოგიკა, რა თქმა უნდა. ნამდვილად, ნუ საბოლოოდ თამაში გამოვიდა, ბესეუმ როგორც თქვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და განაგრძობს 4-ეულის ბრძოლას. თუმცა ჩემი აზრით და ალბათ არა მარტო ჩემი აზრით 4-ეულისთვის ბრძოლის მთავარი, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლის უბრალოდ. მთავარი კანდიდატი მაინც ქუთაისის მართვია, რომელიც ამ ტურში არც მეტი არც ნაკლებს ჩემპიონს მასპინძლობდა TMC თბილისი ეწვია ქუთაისს. შეგვიძლია ალბათ ვნახოთ მატჩის კადრები. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ შეხვედრაში დაძაბულობა იქნებოდა თან ასეთი დოზით. თუმცა მე რამდენი გადაცემა ვსაუბრობთ მართვეს საოცარ პროგრესზე. რა თქმა უნდა, TMC ფლობდა უპირატესობას, შექმნა გაცილებით მეტი საგოლე მომენტი, ფლობდა ბურთს, მაგრამ ნუ ღირსეულად გამოიყურებოდა მართვაც. ულამაზესი გოლით გაიხსნა ანგარიში გუგა ხაჭაპურიძე. და რა მაგარი ხომაგობაა. კი, ქუთაისში უნდა ვთქვა, რომ ყოველი თამაშისთვის მატულობს გულშემატკივარი ტრიბუნაზე, რაც ესეც ულამაზესი აღნიშნა. აუპიდან მოწოდებული ბურთი და არ ვიცი, მეკარე შეეძლო ალბათ უკეთ თამაში, არ იყო ეს ახლომანძილიდან დარტყმული, თუმცა ეს გოლს თავისთავად ფერს ვერ დაუკარგავს. აქ ითამაშა სამაგიეროდ კარგად. გადაარჩინა თემუ ტყეშელაშვილი.
გოქსაძე იღებს ყვითელ ბარათს. მე 15 წუთზე. ნუ სულ ცოტა ხანში ამ ეპიზოდის შემდეგ გიორგი სილაგაუის დარტყმული ოთარ ბერეჩიკიძე რა ახლოს იყო მიზანთან არ გაუმართლა მართოს აქ თავისუფლად შეიძლებოდა 40 უპირატესობის მოპოვება ახლა გოქსაძე რა კარგად თამაშობს დაცვაში და შემდეგ უკვე ბერეჩიკიძე კონტრშეტევაში თემუ ტყეშელაშვილი ბერეჩიკიძემ წამოიწყო უბრალოდ ეს იერიში ისევ ტყეშელაშვილი ძალიან მაგარი დარტყმა და ძალიან მაგარი თამაში მეკარის მხრიდან. ვერ ხედავდა თითქოს ხო, აი დაფარული დარტყმა ბრაზილიურ სტილში რაღაც. მაგრამ ეს არ იყო გასაშვები. ეს ნამდვილად არ იყო გასაშვები. გიორგი ტიკურიშვილი უდაოდ მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი ყოველ შემთხვევაში მედიკოსთა რიგებში. რამდენ სიტანს ბოლოს ტიკურიშვილი? გუნდის ტვინია, ასე ვთქვათ. დიდ წილასწრული მისი თამაში განაპირობებს დღესდღეობით თემსის შედეგებს. კლავის, თუმცა ნევის ბურთი ნამდვილად არ იყო გასაშვები, ვერც მეკარეს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ვაგძელი, მოცხოვლაძის დარტყმული ხდება კარის ძელს. მაინც აიღებდა ამას მეკარე. ვერ ვიქნება ასეთი დარწმუნებული, იცი? დარწმუნებით ვერაფერს იტყვი, აქ უკვე მცველები ეხმარებიან. არის დარაჩს მართო იბრძოდა მოედნის ყველა მონაკვეთში ბურთით უბურთოდ. აი ესეთი მოტივირებული გუნდი ხოლმე მისასალმებელია. დაიწყო მეორე ტაიმი და ესეთი ცუდი მონაკვეთი. კი, ჩავარდა უბრალოდ დაცვაში და ტრადიციული დუეტი სილაგავა კეკელია და უკანასკნელის გოლი 2-1 21 წუთზე. დაწინაურდა TMS. იდეალური პასი და იდეალური დაგვირგვინება. ახლა ბერეჩიკიდემ ცოტა ზედმეტი მოინდომა. ადა რო გასულიყო რა ლამაზი იქნებოდა. ხო, მაგრამ ლამაზი კი არა, ულამაზესი, მაგრამ ხანდახან ესეთი არაორდინალური გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღო. აქ გოქსაძემ გადაარჩინა თავისი გუნდი გაშვებულ გოლს ვახტანგ კეკელია. საიდან ჩაასწრო გოქსაძემ? სად მოატყუა? თითქოს კარიც არეელია, კეკელიას არც გაუხედია ამ გოლმა. ნადირაძის გამოსვლა იყო ძალიან საჭირო და დროული. არა და არ გადიოდა გოლი მოკლედ. მართოს კარში. მეკარე მცველი ყველა მოკლედ. ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის. სილაგავა ამჯერად შორიდან ცდილობს მოარტყას კარში, მაგრამ ნადირაძეა დამაჯერებელი. ხო, კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში მართლაც აღარანაირი შანსი არ იქნებოდა და სწორედ ამიტომ იყო ესეთი აქტიური TMS-ი. როგორი კონტრშეტევა ნახეთ. იდეალურად იყო ყველაფერი გაკეთებული. დაასრულა და შეასრულა ტიკურიშვილმა კეკელი. თავისივე წამოწყებული იერიში კეკელიამ ზუსტი გამოზომილი პასი და ერთი შეხებით. აქაც დაცვის პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. 3-1. 3-1. ერთი ყვითელი ბარათი. კობა კუბლაშვილი. იყო რო საყვითლე. ნუ შეტევის ჩაშლა ალბათ ხო ხეშ თამაში რამდენად არა, მაგრამ სილაგავას ჰქონდა მომენტი. აკაძელს. ტიკურიშვილის საოცარი გადაცემა. ისევ სილაგავა. უწყინვალია ნადირაძე. ძალიან მოუხდა ნადირაძე გუნდს, მაგ რის აი ვაგლახით. არ უნდა გაუხსნა თამაში. არ უნდა გაუხსნა.
თუმცა ეხლა როგორია 1-3-ზე აზრი აღარ ქონდა უკვე აქ და კეკელიას თითქოს არც აღარ ქონდა აზრი, მაგრამ ის რაც მატჩის ბოლო წუთზე მოხდა შესაძლოა მომხდარიყო გამაგრად გაიტანა. ხო, ჩაეძინა TMC-ს, რატომღაც ჩათვალეს, რომ საქმე იყო მოთავებული. ჯერ ხაჭაპურიძის გათამაშებული სტანდარტი ბერეჩიკიძე ყოველთვის იქ არის, სადაც გოლი უნდა გაიტანოს და 26 წამით ადრე მატჩის დასრულებამდე ისევ სრული განუკითხაობა TMC-ის დაცვაში. 26 წამი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ორგანიზებულმა გუნდმა მოახერხოს მომენტი შექმნა, მოდი ასე ვთქვათ. შექმნა როგორც მინიმუმ, მაგრამ მართვია და TMC-ც რის TMC-ა თუ ასეთ კრიზისულ პერიოდში ვერ მოახერხებდნენ ეს ფეხბურთელები თავის ხელში აყვანას, მოკლედ ეს 3-4 დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა ჩემპიონმა. გასვლით შეხვედრაში ვნახოთ მატჩის შემდგომ. დიდი მადლობა მასპინძელ გუნდს, მართლა ძალიან მაგარი გუნდია, მეორე წელში მით უმეტეს ძალიან მოუმატეს. კი, სისწრაფეებში გვაჯობეს აშკარად. ალბათ მე ვიტყოდი, რომ მაინც ბოლო ორ კვირაში 4 თამაში მოგვიწია, ცოტანივად საკადრო პრობლემები გვაქვს. თელასის მერი ალბათ სეზონის ყველაზე რთული თამაში იყო ეს და ეს პირველ რიგში მართვეს დამსახურებაა. ჩვენ დაგვაკლდა ალბათ უფრო გამოუცდელობა, რომელსაც ვარჯიშებით ნელ-ნელა შევიძენთ და არავისთვის არ ვიქნებით ალბათ იოლი მეტოქე პლეიოფში. მაინც თამამად ვიტყვი, რომ პლეიოფისთვის იმდენად ვიბრძვით, რომ ჩვენ მოვხდებით პლეიოფში. ძალიან თამამი და კარგი განცხადებაა. კი ბატონო. ნამდვილად ასეც იქნება. ბრავო მართვეს. ხელწამოსაკრავი რო არ იქნება, ამის გარანტია. უკვე ფაქტია ეხლა. მით უმეტეს ქუთაისში. ხო, განსაკუთრებით იქ. თესეუს დააკარგინა ქულები, აქ მოუგო. ხო, არა. სერიოზულ ბრძოლას გაუმართავს ნებისმიერ გუნდს. ნახოთ, თელასია ჩასასვლელი ეხლა და აი საინტერესო იქნება იქ. ნახოთ რა ხდება სატურნირო ცხრილში, სულ 4 ტური რჩება წრიული ეტაპის დასრულებამდე. ნუ თელასი. არ ვიცი, მაინც იქნება ალბათ ბრძოლა პირველი ადგილისთვის, იმიტომ რომ ორი ქულა ძალიან ისეთია. არადამაჯერებელი შეიძლება დაიკარგოს. პირატესობა, ნუ TMC შესაბამისად, თესეუ ალბათ მესამე ადგილს შეინარჩუნებს, რავი, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა და წარმოუდგენელია. ნუ დინამოს ოხუმი ვიცით რომ არასპარეზობს, შესაბამისად მისი 11 ქულა ფორმალური აქვს, ნუ ანუ მართვე იმყოფება ამ ეტაპზე მეოთხე პოზიციაზე. ერთი ქულით უსწრებს ბესეუს, ივერიას 9 ქულა, თბილისს აქვს ბოლო შანსი გაიბრძოლოს, იმიტომ რომ უახლოეს ტურში 1 მარტს ის მასპინძლობს მართვეს და მართვეც არ ამგონია აქ ქულების დასაკარგად ჩამოვიდეს. ასეთი საინტერესო მატჩი გველისთან Silk HD ერთ-ზე იქნება ამის პირდაპირი რეპორტაჟი. დიდი ალბათობით თუ მართვე მოიგებს ამ შეხვედრას, არ ვიცი, ალბათ თუ იმე გაუწევს კონკურენციას. ნუ ბესეუ ძალიან ძიმე კალენდარი აქვს, თესეუ აქვს, თელასი არა, TMC აქვს და მე მართვესთან თამაშობს ქუთაისში ბოლო ტურში. შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი თამაში, როგორც უკვე ვთქვი. ძალიან ველოდი. ძალიან იმედია რომ ასეც იქნება და ბოლოს გადაწყდება ყველაფერი. ნამდვილად. მოკლედ, საინტერესო დაპირისპირებები გველის და საინტერესო ბატალიები რეგულარულ სეზონში, ნუ პლეიოფებზე მერე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მანამდე კი დაგემშვიდობებით ერთი კვირით და როგორც გითხარით, პარასკევს 21 საათზე Silk HD-ს ეთერში, ლუკასთან ერთად მართვე თბილისის ყურება შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში. ამ დრომდე გემშვიდობებით, კარგად. დროებით.